ყველაზე რთული თემის, დიდი ომის ყველაზე კომპეტენტური ანალიზით. დღეს საქართველოს რეგიონში არის სრულად იზოლირებული და შესაბამისად დასუსტებული. ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მოწყვლადი. იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასია მით უმეტეს ანუ ყველაზე სუსტი ჯარი გვყავს, ანუ პირდაპირ მოწყვლადი რო პირდაპირ დავარქვათ სახელები, ხო, ყველაზე სუსტი ჯარი გვყავს. საჰაერო თავდაცვაზე რა ხდება? საჰაერო თავდაცვაზე ჩემთვის უცნობია თუ რამე ხდება, ანუ არაფერი არ ხდება, ხო. ხო, რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს ამ ირანული გავლენების გაზრდის ფონზე? აზერბაიჯანმა შეიძლება საფრთხე დაღექვას მის საზღვრის იქით მხარეზე ამ ირანული გავლენის ესეთის და ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი სამიზნე. ადანაშაულებდა აზერბაიჯანს, რომ მისი ტერიტორია გამოიყენება. ვერასდროს ვერ წარმოადგინა ირანმა ვერანაირი მტკიცებულება, რომ რაიმე სამხედრო სადაზვერვო მიზნებისთვის აზერბაიჯანი გამოიყენა ისრაელმა. რეგიონის ძალთა ბალანსი შეიცვალა მნიშვნელოვნად უკანასკნელ წელში. არ ამგონია რუსეთს რამე წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალი ან შესაძლებლობა ჰქონდეს. ემირატები იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისრაელის შემდეგ. ამიტომ ირანის გათვლა არის, რომ ეს გადაიზარდოს ტოტალური ქაოსის შექმნაში. რა ხდება ეხლა რეჟიმის შიგნით? ამ ომის გადატანის შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც თუ ეს სამი ადამიანი ცოცხალი მიაღწევს ამ ომის ბოლომდე, არასოდეს ესეთი სუსტი ირანი არ ყოფილა. ყველა სამიზნეა წერტილოვანი დარტყმების. მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, გადაცემა საერთაშორისო აქცენტები, მე ვარ ეკა კვესიტაძე. მოგეთ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ დილით რო ვიღვიძებთ, არ ვიცით როგორ სამყაროში აღმოჩნდებით, ეგ კი არა, რაღაცა გვერდით რო გადავდოთ ტელეფონი 9 საათით და წიგნი წავიკითხოთ ან სხვა რამე გავაკეთოთ, 9 საათში შეიძლება დახვდეს შეცვლილი სამყარო და ეს განსაკუთრებით მას შემდეგ ხდება, რაც ერთი კვირის წინ ზუსტად ისრაელმა და ამერიკამ დაარტყეს ირანს და მთელი რეგიონი აღმოჩნდა ამ დიდ ომში ჩართული. ყავს ძალიან კომპეტენტური სტუმრები, ყველაზე კომპეტენტური თუ ვინმე შეიძლებოდა მომეყვანა. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ამ სტუდიაში არიან გეგა მგალობლიშვილი, გეგა დიდი ხანია უკვე ცხოვრობს ემირატებში, არის ძალიან ბევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი ელჩი ნატოში, ყოფილი ელჩი თურქეთში, მოკლედ ამ თემაზე თუ ვინმე კომპეტენტური შეიძლება მოვიყვანოთ არის გეგა, გიორგი ლოლაძეს იცნობთ, ახალგაზრდა გენიოს ვეძახი და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სიმპათიით მინდა წარმოგიდგინოთ მალხას მიქელაძე, რომელიც ჩემთან პირველად არის. ბატონი მალხაზი ბოლოს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეკუთვნის იმ უიშვიათეს და უწესიერეს პროფესიონალებს, რომლებმაც ხმა ამოიღო ამ ეგრეთ წოდებულ გარეჯი საქართველოს თემაზე და ივერი მელაშვილი დაიცვა. ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმიტომ რომ ასეთი წესიერება, პროფესიონალიზმი და პროფესიული წესიერება ხშირად არ გვხვდება ხოლმე სამწუხაროდ საქართველოში. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა რომ შევიკრიბეთ მოკლედ ამ შაბათ დილით იმისათვის რომ დავიწყოთ ანალიზი რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და რამდენ ხანს შეიძლება ანუ ეხლა მე რა კითხვასაც დავსვავ, ყველა არის $1,000,000-იანი კითხვა, იმიტომ რომ ამაზე პასუხი ჯერჯერობით არავინ არ იცის და იმიტომ რომ უფრო იმპროვიზაციას გავს მაინც ამერიკის ქმედებები და ალბათ გზადაგზა კიდევ ნახავთ რა გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს ერთის მხრივ ამერიკას და მეორეს მხრივ ისრაელს შეთანხმებულად. მოკლედ ჯერ მინდა ამ ერთი კვირის განმავლობაში რა მოხდა, ეს შევაჯამოთ და გიორგის ვთხოვ, რომ თავარი ასე ვთქვათ, გამოვყოთ თავარი დარტყმები, სად მოხდა, რა ზიანი აქვს მიყენებული ირანს და რა სტრატეგია გამოჩნდა, რა სტრატეგია აქვს ისრაელს და ამერიკას ამ ეტაპზე. მოგესალმები ეკა, ყველაფერი დაიწყო ერთი კვირის წინ, როდესაც უცნაურად როგორც წესი ასეთი საჰაერო ავიაიერიშები ღამით იწყება, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო დილით, რადგანაც ამ ორი ქვეყნის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა შეხვედრა აიათოლა ალი ხამენეისთან, უსაფრთხოების ელიტის, ასე ვთქვათ, და დაიბომბა ეს თეირანის სამთავრობო კვარტალი, პრეზიდენტის რეზიდენცია, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია და სხვა ობიექტები. საერთო ჯამში ვიცით, რომ იყო 30 ან 43 მიზნე, რომელიც
5 წუთის ინტერვალში უნდა განადგურებულიყო. ეს სამიზნეები მოიცავდა გუშაქთა კორპუსის მეთაური, დაზვერვის მეთაური, თავდაცვის მინისტრი განადგურდა, ხამენეი მოკლეს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიბომბა, მაგრამ პრეზიდენტი გადარჩა, ყოფილი პრეზიდენტის სახლი დაიბომბა აჰმადინეჯადის, მაგრამ გადარჩა და ვნახეთ მისი ვიდეოები, რა ცოცხალია. მოკლედ ეს იყო პირველი ნაწილი. ეს საქმე უფრო მეტად ვიცით, რომ ისრაელმა გააკეთა, თუმცა დაზვერვა ინფორმაციის მოპოვებაში თანამშრომლობდა ორივე ქვეყნის და ამასთანავე მე დაიწყო ტალღა უკვე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის, შეგვიძლია დავარქვათ ამას ირანის დემილიტარიზაციის მცდელობა. იბომბება პირველ რიგში ალბათ ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ოპერაცია პირველ რიგში და ისრაელმა უწოდა ლომის ღრიალი მაგაზე გადახვალ Financial Times ქონდა კარგი სტატია როგორ მოახერხა ისრაელის დაზვერვამ ინფორმაციის მიღება თუ სად იმყოფებოდა მთავარი აიათოლა და როგორ მიაყენა წერტილოვანი დარტყმები წინა ომისას 2025 წლის 12 დღიანი ომისას მთავარი სუსტი წერტილი რაც უპოვეს იყო ის რომ თვითონ ეს მაღალჩინოსნები ტელეფონებს არ იყენებდნენ მაგრამ მათ დაცვის წევრებს ჰქონდათ ტელეფონები და ამ ტელეფონების ტრეკინგით ტელეფონებზე მეთვალყურეობით პოულობდნენ და მათ ლოკაციას და ამით გააგოს. ეხლა ვიცით რომ კიბერთავდასხმის მეთოდების გამოყენებით მთელი თეირანის სამეთვალყურეო სათვალთვალო კამერები ჰქონდათ გატეხილი და ეს გამოიყენეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დაედგინათ ლოკაციები ყველა ამ ადამიანის და ასევე მათ რა თქმა უნდა ინფორმაციას ჰქონდათ იმ შეკრების შესახებ, რომელიც ტარდებოდა ზუსტად იმ დროს დილით დაახლოებით 10 საათისთვის. მაგიტომაც განხორციელდა დილით. რაც შეეხება ახლა ამ ოპერაციის მიზანს, მე არ მგონია რომ ესე პირველადი მიზანი ამ ოპერაციის არის რეჟიმის შეცვლა. მე მგონია ეს არის მეორადი მიზანი. პირველადი მიზანი არის რომ იმ მიზნებს მიაღწიონ, რა თემაზეც მიდიოდა მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკას შორის, კერძოდ ეს არის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურება, ბირთვული პროგრამის კიდევ უფრო მეტად დასუსტება და საბოლოო ჯამში ისე დასუსტება რეჟიმის, რომ მან ვერ შეძლოს ამ მის მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული პროქსი დაჯგუფებების ხელშეწყობა და რასთავადეთ თუ ეს ყველაფერი გამოვა, ამის ნაწილია რა თქმა უნდა რეპრესიულ აპარატზე დარტყმის ცდილობები, იბომბება ამ ბასიჯების, გუშაქთა კორპუსის ობიექტები, ციხეები დაიბომბა, სხვათა შორის განადგურდა ის შენობა, სადაც წამებით მოკლეს მაჰსა ამინი, რომლის გამოც დაიწყო მაშინ დიდი პროტესტები ქალების უფლებების დასაცავად და საბოლოოდ ამ ყველაფერმა უნდა შექმნას იმისთვის სივრცე, რომ მანამდე ტრამპი ამბობდა 3-4 კვირა გაგრძელდება პირველი ეტაპი ოპერაციის და მე მოუწოდებ ხალხს გამოვიდეს, რომ შეიძლება ეს მეთხანსაც გაგრძელდეს, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. მოკლედ უნდა შეიქმნას სივრცე იმისთვის, რომ რაღაც სახალხო ამბოხი დაიწყება, მაგრამ იქამდე ეს მიზნები უნდა იქნას მიღწეული. ჯერ რასაც ხედავთ არის ის, რომ ირანის პასუხი იყო მრავალმხრივი, თითქმის ყველა ქვეყანას დაესხა თავს ირანი, სადაც ეს ამერიკული სამხედრო ბაზებია, ყველაზე მეტი არა მხოლოდ ბაზები იყო, სამისთან თავისთავად ამაზე გეგაცილო პარაკაც. აი, მოკლედ ვიტყვი სტატისტიკას, ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვეს ისრაელისკენ, მეორე ადგილზე არის ემირატები და მერე უკვე სხვა ქვეყნები და ვნახეთ ის, რომ ამ ქვეყნებშიც ამუშავდა მათივე შეიარაღებული ძალები და საჰაერო თავდაცვა და ამერიკის შეერთებული შტატები და ერთი სტრატეგიული გარდასახვა რაც არის ის, რომ ეს არაბული ქვეყნები, მათ შორის ისინიც, რომელთაც ისრაელთან არ აქვს ნორმალიზებული ურთიერთობა, საერთო მტერს ებრძვიან და ერთი და იგივე ქვეყანა ბომბავს ისრაელს და ამ ქვეყნებსაც, მათ შორის კატარს მაგალითად, რომელსაც ძალიან ცუდად უყურებენ ისრაელში და მეორე ტენდენციები რაც არის ის, რომ სრული საჰაერო დომინაცია ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ზიანი ირანს არ მიუყენებია. ისიც უნდა აღინიშნოს. უპირატესობა კი არა, არის სრული დომინაცია, და რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ პრინციპში წინა ომისას 2025 წელს საჰაერო თავდაცვის სისტემების უდიდესი ნაწილი მაშინ გაუნადგურეს ირანს და მას არ ჰქონდა რა თქმა უნდა რესურსი იმის, რომ ეს მარაგები შეეუსო და არც ყავდა ესეთ პარტნიორი, ვინც ამას სერიოზულს მიაწოდებდა. ამიტომ ირანის გათვლა არის, რომ ეს გადაეზარდოს ტოტალური ქაოსის შექმნაში და საბოლოო ჯამში ამ ყურის ქვეყნების დაბომბვის მიზანი ის არის, რომ ისინი ბოლოს მიადგნენ ამერიკის ხელისუფლებას და უთხრან, რომ უკვე შეუძლებელია ჩვენთვის ესე გაგრძელება და შეწყვიტე ეს ოპერაცია. ანუ ზოგადი ქაოსი უნდა შექმნას და მეორე რა თქმა უნდა ძვირდება ნავთობი ჰორმუზის სრუტეში მუდმივად. ყველაფერს ნელ-ნელა გავყვეთ. კი, აი მოკლედ დავასრულებ თავარი დეტალი, რაც არის ერთი კვირის თავარი ტენდენცია არის ის, რომ
პირველი დღიდან დღემდე შემცირებულია ბალისტიკური რაკეტების და დრონების გაშვების მაჩვენებელი. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სრული საჰაერო დომინაციის გამო გამშვები დანადგარებიან ბალისტიკური რაკეტების ნადგურდება და ფეთქდება მეთოდურად და მაგალითად ისრაელმა თქვა 300 გამშვები გაანადგურეს და მეორე არის რომ სრული სადაზვერვო ხედვა რო გაქვს და საჰაერო დომინაცია ცაში როგორც კი გამოდის საშუალად ან როგორც კი ისვრიან მარტივად შეგვიძლია აღმოჩენა ამ გამშვებების და განადგურება. ბოლო მონაცემებით მათ აქვს დარჩენილი 100-ზე ნაკლები გამშვები დანადგარი. რაც არის ძალიან ცოტა უკვე ანუ 500-ზე და 300-ზე იყო დაახლოებით საუბარი. რაკეტების მარაგი ხა შეგვიძლია თქვა თუ 2500 ალბათ საშუალო და შორ მანძილზე რესურსულად შეუვლიათ, მაგრამ ახლო მანძილზე რაც ყურის ქვეყნებს მიწუდება, ეგეთი ძალიან ბევრი ექნებათ და მაგის რესურსი სულ ექნება իրანს. ეხლა მე ვიცი რომ თავარი ინტერესი რასაკურველია მაყურებლის აი რომ ჩვენ რეგიონს როგორ შეეხება, მით უმეტეს რომ ნახჩევანის აეროპორტი უკვე აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, იყო საუბარი და რაც უკვე დაადასტურა ოფიციალურად აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა, რომ ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი სამიზნე, ამ დაკავებულია ის ადამიანები, რომლებიც სუსის აზერბაიჯანული სუსის განცხადებით აპირებდნენ, რომ ეს ოპერაცია განეხორციელებინათ. მოკლედ აზერბაიჯანთან ირანის ურთიერთობა კიდე ცალკე განხილვის თემაა და ბატონი მალხაზი არის ამ შემთხვევაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური, ვინც ამ თემაზე ისაუბრებს, თუმცა მანამდე მინდა კარგად ჯერ რეგიონის კონტექსტი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ხო, ანუ ერთი რასაც დავამატებდი უბრალოდ გიორგი მადლობა ანალიზისთვის. მიზნებზე როცა ვსაუბრობთ, მან უნდა გამოვყოთ არ არსებობს ერთი მიზანი, იმიტომ რომ განსხვავებული აქტორები მონაწილეობენ. ხო, ანუ ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთად მოქმედებენ, მათ საერთო მიზანი არ გააჩნიათ და მათ მიზნებს შორის არის განსხვავება. ასევე უნდა ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ირანის მიზნებზეც საუბარი, ხო? რო შევხედოთ მარტივად, ხო, როცა მიზნებზე ვსაუბრობთ, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, რომ მხოლოდ სამხედრო მიზნები გამოკვეთოს პირველ რიგში, ხო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლისას რამდენიმეჯერ ეს რაღაცა გამოსჭრიოდა, რომ იქ რაღაცა რეჟიმის ცვლილებაც არის მიზანი, მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ და მე უკვე რუბიომაც, ჰექსეთმაც ყველამ მკაფიოდ ჩამოაყალიბეს სამხედრო მიზნები. ეს სამხედრო მიზნები იყო როგორც ბირთვული პროგრამის განადგურება, ისე ბალისტიკური რაკეტების როგორც წარმოების, ისე მარაგების განადგურება, საზღვაო ფლოტის განადგურება, პრაქტიკულად ირანის საომარი მანქანის მთლიანი ჩამოშლა. რატო აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ამას? ჩემი აზრით ძალიან პრაგმატული არის მათი გათვლა, იმიტომ რომ შვენივრად ესმის ყველას, რომ მხოლოდ საჰაერო კომპონენტით პრაქტიკულად შეუძლებელი არის რეჟიმის ცვლილების გამოწვევა. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რატოა ეს შეუძლებელი, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი არის, რაც ამას ძალიან აუცილებლად შიდა პოლიტიკაზე აუცილებლად ისრაელს რაც შეეხება, ისრაელის მიზანი არის, ისრაელი არ საუბრობს მხოლოდ სამხედრო მიზნებზე. ისრაელს აქვს პოლიტიკური მიზნები და ეს პოლიტიკური მიზნები უპირველეს ყოვლისა არის რეჟიმის ცვლილება. იმიტომ რომ ისრაელმა მშვენივრად იცის ამ შემთხვევაში, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს რეჟიმი რაც არ უნდა დასუსტებული იყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს რეჟიმი მოახერხებს და გარკვეული ვადით ან რაღაცა პერიოდით შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციებს, ისრაელის მიმართ არათვის ეგზისტენციური საფრთხეები ნარჩუნდება, არამედ ეს ეგზისტენციური საფრთხეები იზრდება და კიდევ უფრო მწვავდება. და მესამე ბოლო აქ რო აქ დავამთავრებ უცებეკა ძალიან საინტერესო არის თვითონ ირანის მიზნებიც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პარადოქსულად ხო ირანი, რომელიც მთლიანად დასუსტებული არის, არასოდეს ესეთი სუსტი ირანი არ ყოფილა. იანვარში ვამბობდით ხოლმე, ანუ 12 დღიანი ომის პერიოდში ვამბობდით, რომ ირანი იყო დაახლოებით ისეთივე სუსტი ამ პერიოდში, როგორც ალბათ ირან-ერაყის ომის დაწყების პერიოდში, როცა ძალიან ახალი იყო რევოლუციური რეჟიმი. ეხლა ვთვლით, რომ ეხლა ესეთი საერთო კონსენსუსი არის, რომ კიდევ უფრო დასუსტებული. ეს რეჟიმი ესეთი სუსტი არასოდეს არ ყოფილა, მიუხედავად ამისა პარადოქსულად. ირანის ინტერესებში არის, რომ ეს კონფლიქტი გარკვეული ვადით გახანგრძლივდეს და გიორგი აბსოლუტურად მართალია, ირანის მიზანი არის, რომ ფართო რეგიონში შექმნას ქაოსი და ამ ქაოსის შექმნით
გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი გადაახტევინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ერთადერთი შემაკავებელი, რაც მომავალში თუ ეს რეჟიმი გადარჩა, ირანს შეიძლება კონდეს ის, რომ მის მიმართ სამხედრო ოპერაციის განხორციელებამ არ იყოს რაღაცა ესეთი, არ იყოს ყოველგვარი, არ იყოს უფასო, არ იყოს იოლი. ამიტომ განსხვავებული დავშალოთ, აი კომპონენტებად მინდა დავშალოთ. ახლა ეს რეგიონი არის ძალიან რთული და შესაბამისად გარკვევა რა ხდება, ვის ურტყავს და რატომ საკმაოდ რთული. ამიტომ მინდა რომ კარგად დავანახოთ ეს საერთო სურათი რა ხდება რეგიონში, ირანს ყავს თუ არა მოკავშირეები, რატომ დაარტყა მაინდამაინც ყურის ქვეყნებს, განსაკუთრებით ხა როგორც გიორგის და შენც თქვი, ემირატები იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისრაელის შემდეგ, საუდის არაბეთიც, კატარიც და აგერ აზერბაიჯანიც, ხო? ეს ლოგიკა უნდა ავუხსნათ ახლა მარტივ ენაზე ჩვენს მსმენელს. ჩვენ ყურის ქვეყნებზე რომ საუბრობთ, ეს არ არის რაღაც ესეთი ჰომოგენური ჯგუფი ქვეყნების საკმაოდ განსხვავებული მიდგომები და პოზიციები აქვს, მათ შორის ირანთანაც ტრადიციულად, ხო? არ დაარტყა მხოლოდ ემირატებს, საუდებს ან კუვეიტს, დაარტყა კატარს, რომელსაც ტრადიციულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ირანთან და დაარტყა ომანს, რომელიც არათუ შუამავალი და ეს განსაკუთრებით ახსენის, რომელიც იყო ჰამასის ლიდერების თავშესაფარი. და იყო ერთ-ერთი შუამავალი მოლაპარაკები და ტრადიციულად ირანთან ომანს ტრადიციულად ეს არ არის მხოლოდ უკანასკნელი წლების და ამ რეჟიმის ტრადიციულად ომანს ირანთან ჰქონდა ყოველთვის კაი ურთიერთობა. გიორგი მახსენა ნაწილობრივ რატომაც მოხდა ეს რეგიონის ქვეყნები ამას ელოდებოდნენ, იმიტომ რომ დაახლოებით როცა იანვარში ძალიან დაიძაბა ირანში მდგომარეობა და გაჩნდა პირველი საუბრები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინათ, მაშინ ირანელების გზავნილი იყო ძალიან მარტივი. დაახლოებით ეს გზავნილი გავდა ასადის გზავნილს სირიასთან მიმართებაში, რომ თუ ჩემ რეჟიმს გადარჩენა არ უწერია, მაშინ მე ამ მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გავხვალ. თქვენ ჩაგიყოლებთ. და ამ შემთხვევაში რატო ყურის ქვეყნები? ყურის ქვეყნებმა შექმნეს რაღაც ესეთი ეკონომიკური განვითარების მდგრადი მოდელები, ცდილობდნენ მაქსიმალურად დისტანცირება გაეკეთებინათ ნებისმიერი კონფლიქტებისგან, თუნდაც აი რომ ირანთან მიმართებაშიც დინამიკა რომ ნახოთ ამ ქვეყნების, ხო? ირანი მუდმივად იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ყურის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საუდის არაბეთისთვის, ემირატებისთვის, ბაჰრეინისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორის იყო ძალიან დაძაბული ურთიერთობა, ირანს ისინი თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ მთავარ არასტაბილურობის წყაროს რეგიონში, თუმცა მათი მიდგომა 21 წლიდან ირანთან მიმართებაში იცვლება და ისინი ცდილობენ, რომ ირანთან მაქსიმალურად დაახლოონ ურთიერთობები. ემირატები, საუდის არაბეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინეთის მეშვეობით 23 წელს, ემირატებმა 21 წლიდან განაახლა დიპლომატიური ურთიერთობა ელჩი დააბრუნა, ბევრ ეკონომიკურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. ირანისთვის ემირატები ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იმიტომ რომ აი პატარა ემირატები დაუშვათ ირანისთვის არის მეორე სავაჭრო პარტნიორი, ხო, ჩინეთის მერე, ანუ წარმოიდგინეთ, ანუ რა მასშტაბზე არის აქ საუბარი. უბრალოდ ისევ დაუბრუნდები იმ პირველ თეზასაც, აი გიორგიმ გააჟღერა, ძალიან მარტივი არის, ანუ ამ ვითარებაში, როდესაც ირანის რეჟიმი თვლის, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური საფრთხე, რაც მის არსებობას როდისმე დამუქრებია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ შექმნას ქაოსი ყველგან და ამითი დაუჯინოს მაღალი ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებს. და ანუ ერთ-ერთი ჩემი აზრით ერთ-ერთი გათვლა იყო ეს. ეხლა რამდენად მართებული იყო ეს გათვლა, ამას დრო ანახებს. ეს დეტალზე გავამახვილე, ყოველდღიურად თავარი ალბათ რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ყველა ამ ქვეყანაში თითქმის ყველგან ამერიკული ბაზებია და ირანელების ნარატივი არის ის, რომ
ჩვენ ამ ქვეყნებს კი ვბომბავთ. ამერიკელებს ვბომბავთ. დაბომბეს აეროპორტი. უბრალოდ ამის ლეგიტიმაციას ამით ახდენენ, რომ სამიზნე კი და თან უნდა აღინიშნოს, რომ ეს უსაფრთხოების არქიტექტურა შეიქმნა ყურის პირველი ომის შემდეგ, როდესაც ქუვეითს დაესხა თავს სადამ ჰუსეინი. ამ ქვეყნებმა პრაქტიკულად ხო ამერიკამ გადაარჩინა მაშინ ქუვეითიც და მთელი ეს რეგიონიც და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ქვეყნებსა და ამერიკას შორის და ხა კატარი ვახსენეთ. ჩვენ კატარში არის ყველაზე დიდი ბაზა ამერიკის თელ ახლო აღმოსავლეთში, ალუდეიდის ბაზა, რომელიც თავის ხარჯებით ააშენა კატარმა, დაუფინანსა ამერიკას და უთხოვთ თქვენ ოღონდ ჯარი ყავდეთ აქ და ყველაფერს ჩვენ უზრუნველყოფთ და ეს იყო მათთვის უსაფრთხოების გარანტია და ირანის ცდილობს ახლა შექმნას განსაცდელად ეს ბაზები თქვენი უსაფრთხოება კი არა, საფრთხეა პირიქით და მე ვბომბავ. კი და მართალია და მეორე რაც არის თვითონ ეს უსაფრთხოების არქიტექტურა ყურის ქვეყნების ეგეც საინტერესოა რეალურად იქნება ირანული რევოლუციის შემდგომ. ანუ როცა ეს ორგანიზაცია დაუშვათ GCC, რომელიც ქართულად არის Gulf Cooperation Council, ყურის თანამშრომლობის საბჭო, ხო? ანუ რეალურად მისი ჩამოყალიბება ხდება, როდესაც ირანში ხდება ისლამური რევოლუცია. ანუ ირანი ყურის ქვეყნებისთვის ბუნებრივია ყოველთვის გამოწვევა იყო და მათი ერთად თანამშრომლობა და რაღაცა ესეთი თანამშრომლობის მექანიზმების უფრო მჭიდრო რაღაცა ესეთი მექანიზმების შექმნაც გამომდინარეობდა ყოველთვის ირანში მიმდინარე პროცესებით. თან ესენი ყველა თითქმის ყველა სუნიტური ქვეყნებია, ეს შიიტური რადიკალიზმია. ერთადერთი გამონაკლისი ეს ბაჰრეინი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არიან შიიტები, მაგრამ მართველი დინასტია სუნიტურია და ეგ კიდე ცალკე პრობლემაა მათთვის. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყნები განიცდიან ტრანსფორმაციას, ეხლა საუდის არაბეთი განსაკუთრებით ერთ-ერთი მაგალითია ამის. და ის MBS-ი პრინცი, რომელსაც MBS-ით ეს შემოკლებით მოიხსენიებენ და ძალიან პოპულარული იყო განსაკუთრებით ხაშოხის ამბამდე, მისი მოკვლის ამბამდე ამერიკაში, ყველა MBS-ს ელაპარაკობდა როგორც მოდერნიზაციის სიმბოლოზე. მათ ანუ დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც შემდეგ აბრაამსის ხელშეკრულებით დასრულდა, მნიშვნელოვანი გარღვევა იყო და იწყებოდა ნორმალიზება ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის და აქ ამ შემთხვევაში ირანი რჩებოდა მთლიანად იზოლირებული და ეხლა უნდა ვილაპარაკოთ რეგიონში ვინ არის მის უმეტეს ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ და ასადის გაქცევის შემდეგ რეგიონში ის აღმოჩნდა მარტო რეალური მოკავშირეების გარეშე. ნუ ერთი ვინც ყავდა ასე ვთქვათ ჰეზბოლას ისეთი ოპერაცია ჩაატარა ისრაელმა მისი ლიდერები მთლიანად გაანადგურა. ეხლა კი ისვრის ჰეზბოლა, მაგრამ ასაკურველია ვერ შევადარებთ მის ძველ შესაძლებლობებს. ნუ ჰუსიტები ეხლა დიდი ძალა არ არის, მაგრამ რაღაცა ძალას წარმოადგენდა თავის დროზე, ყოველ შემთხვევაში პრობლემებს ქმნიდა წითელ ზღვაში. და რა ხდება, ანუ ჩვენ რეგიონთან, მოდი ეხლა გადმოვიდეთ აზერბაიჯანი, სომხეთი, განსაკუთრებით რა ურთიერთობები აქვს მას და რატო აღმოჩნდა ნახჭევანის აეროპორტი ერთ-ერთი სამის და ბაქო ჯეიჰანი რატო გახდა ასევე სამიზნე და უკვე ოფიციალურად დაადასტურა, ხო, აზერბაიჯანის სტრუქტურებმა, უსაფრთხოების სტრუქტურებმა ეს. ვიდრე სამხრეთ კავკასიის უშუალოდ ქვეყნებზე გადავიდოდით, მოდით გარემო თამაშებს შევხედოთ, დავიწყოთ ისევ ირანით. პირველ რიგში ალბათ მეორე ყარაბაღის ომი გადამწყვეტი იყო რეგიონში ახალი არქიტექტურის შენებლობის იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად ომის მიმდინარეობაც და საბოლოო მშვიდობის დამყარებაც განხორციელდა ირანის ჩართულობის გარეშე. ფაქტობრივად ირანი რაღაცნაირად გარკვეულწილად გარიყული აღმოჩნდა რეგიონისთვის, რაც ძალზე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ტეჰერანში, მან შეეცადა კიდევაც ჩართულიყო შემდგომ პროცესებში და ამაში მას ეხმარებოდა ბუნებრივია რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან ერთგვარი სამკუთხედი უნდა შეკლულიყო სამხრეთ კავკასიის გარშემო, რათა აღარ დაეშვათ გარემო თამაშების უფრო აქტიური ჩართულობა. ბუნებრივია ამან ერთგვარი წინააღმდება გამოიწვია ირანსა და ტეჰერანსა და ბაქოს შორის, აქ ამ მეორე ყარაბაღის ომის ფაქტორთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის აქტიური თანამშრომლობა სამხედრო კუთხით ისრაელთან, მეტიც ირანი ჯერ კიდევ ამ დაბომბვამდე 2025 წლის 12 დღიან ომამდე ადანაშაულებდა აზერბაიჯანს, რომ მისი ტერიტორია გამოიყენება
ირანის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, შესაბამისად ეს ერთგვარი ნეგატიური დღის წესრიგი არსებობდა, ამას ემატებოდა ძლავრი აზერბაიჯანული სათვისტომოს განლაგება ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე, სხვადასხვა შეფასებით 15-დან 25 მილიონამდე, საშუალოდ რო ავიღოთ 20 მილიონი მაინც მოსახლე არის, ერთგვარი შესაძლო რისკების წარმომავლობა შეეძლო გამოეწვია ამ მოსახლეობას. ამ ყველაფერმა აიძულა ის, რომ ირანსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული დღის წესრიგი იყო. სწორედ უკვე დაბომბების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ერთგვარად დისტანცირდებოდა და ნეიტრალური პოზიციის გაშუქებას ცდილობდა, აქ შეიძლება გარკვეულ წილად მიზეზად ნახიჩევანის აეროდრომის დაბომბვაც ვახსენოთ, როგორც ირანული მიდგომის დეცენტრალიზაციას, რასაც ეყრდნობა ადგილობრივი სამხედრო თუ სხვა მმართველების გადაწყვეტილებების საფრთხე, შესაძლოა ეს ერთგვარი გამოძახილი იყო ამისა, არ იყო ეს ბუნებრივია მასიური შეტევა, თუმცა ერთგვარად გამოიწვია საფრთხეების ზრდა და რისკების შეფასება. სწორედ ამ დაბომბვის შემდეგ პრეზიდენტი ალიევი კიდევ უფრო აქტიურად გაახმოვანა გზავნილი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ გამოიყენება ირანის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამის ფონზე მოხდა, რომ უშუალოდ თავად პრეზიდენტი ალიევი მიბრძანდა ირანის საელჩოში და გამოხატა თავისი თანაგზობა დაღუპულთა გამო. აქ მეტყველებს ეს ფაქტი, რომ აზერბაიჯანი შეეცდება ყველანაირი ღონე და ზომა მოიხმაროს, რათა დაარწმუნოს ირანი, რომ მისი ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ირანის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთის როლი, ხო? რუსეთი, რომელიც ითვლება სუყოველთის პარტნიორად, ირანი სუყოველთის მნიშვნელოვანი ბუფერული ზონა იყო დასავლეთის გავლენისაგან. მეორე ის, რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგალითად 1954 წელს იმდროინდელი საბჭოთა ომის პერიოდშიც კი იმდროინდელი საბჭოთა საგარეო მინისტრი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას პირველ რიგში ირანს, რომ ის არასოდეს არ მიატოვებს ირანს, აქ ცხადყოფს, რომ რუსეთისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ეს სამხედრო ფლანგი. ტრადიციულად, ისტორიულად მას ესაჭიროებოდა გარკვეული პარტნიორები, რათა მისი სამხედრო ფლანგები ყოფილიყო დაცული. დღეს არსებული ვითარებით რუსეთს არ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ ღიად ჩაერიოს, ბუნებრივია რიტორიკა დეკლარაციული არის მხოლოდ განცხადებებისა და მშვიდობის მოწოდებისათვის, თუმცა არა მხოლოდ, მაგალითად საკმაოდ მრავალი ექსპერტის შეფასებით და ეს ძალიან მარტივი არის შესამოწმებლად იყენებს ირანი ერთგვარ GPS სისტემების ნავიგაციაში შეცვლის და ხარვეზების გამოჩენის ინსტრუმენტებს, რომელიც ძირითადად სავარაუდოდ დაყრდნობილია რუსულ ტექნოლოგიებზე და რუსულ მექანიზმებზე, მეტიც თავად რუსეთიც აქტიურად იყენებს ამ მექანიზმს და შესაბამისად მთელი კავკასიის რეგიონი ხშირ შემთხვევაში არასწორი სანავიგაციო ინფორმაციის გავრცელების საფრთხის ქვეშ დგას. რა თქმა უნდა, ეს უსაფრთხოების რისკებს ზრდის და ამ კუთხით შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს. აქ ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ჩართულობა და დახმარება, რათა ხო და აი მალხას მინდა ცოტა სომხეთზეც მელაპარაკოთ, რა ამ შემთხვევაში სომხეთის მიმართ ირანის პოზიცია როგორი იქნება და აქ საქართველოსაც უნდა ვილაპარაკოთ. ეხლა ჰადსონის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ლუკკოფიმ გიორგი კანდელაკთან ერთად დიდი კვლევა, როგორი იზრდება ირანული გავლენები საქართველოში და ამ დიდი ომის ფონზე ეს რამდენად საშიშია საქართველოსთვის. აქ უნდა ვილაპარაკოთ ალ-მუსტაფას ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტზე, რომელიც არის ფაქტობრივად ირანის აგენტების გამოზრდის ერთ-ერთი კერა და მათი ინდოქტრინაციის, რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს ამ ირანული გავლენების გაზრდის ფონზე. მოდით თავმდევრულად რომ დავიწყოთ სომხეთზე ვისაუბროთ ჯერ. სომხეთი რეგიონში ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი არის ირანისათვის, ესე იყო ამ დაბომბების დაწყებამდე, მეტიც სომხეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ტვირთებზე ირანიდან, არა მარტო ირანიდან, არამედ უფრო შორს სამხრეთიდან. დღეს მოგეხსენებათ კარგად სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა საკმაოდ რთულ ვითარებაში არის, ამდენად შეიარაღების მოწოდება
მოწოდების გზად სომხეთმა აირჩია მაგალითად ინდოეთი გარკვეული სისტემების და შეიარაღების ჩამოტანა სომხეთის ტერიტორიაზე ირანის გავლით, რაც ბუნებრივია ამ ომის შედეგად სრულად შეწყდა. დღეს სომხეთს ესაჭიროება მძლავრი გაძლიერება ესაჭიროება თავის უსაფრთხოების სისტემის ირანის დაკეტვის პირობებში და რუსეთის უკრაინაში ჩართულობის პირობებში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საშუალება და გზა აქ არის საქართველოს ტერიტორია, რაც ართულებს ჩვენს პოზიციას და ბუნებრივია საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს. ნახოთ ეს პრობლემები როგორ გადაწყდება, მაგრამ ნუ აქ ძალზე მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს საქართველო რჩება სომხეთისათვის ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გზა, ვინაიდან სომხეთს კვლავ დახურული აქვს საზღვარი როგორც აზერბაიჯანთან ჯერჯერობით, ისევე თურქეთთან, იქ გარკვეული წინსვლა არსებობს. სწორედ მე ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი დონის ვიზიტი ვიცე-პრეზიდენტს გულისხმობ ამ რეგიონში ცხადყოფს, რომ ამერიკა ხარს დაუჭერს აქ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს იყო გზავნილი ამ შეტევის დაწყებამდე, რომ ამერიკის აქ ყოფნა იქნება გარანტია მშვიდობისა და ამ შემთხვევაში ერთგვარად სომხეთიც და აზერბაიჯანი ცდილობს ამ კომპონენტის გამოყენებას თავისი უსაფრთხოების კუთხით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება საქართველოს, ბუნებრივია რისკები იზრდება, დავეთანხმები აქ ჩემს კოლეგებს, რომლებიც საუბრობენ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ირანს სულს მის გარშემო ქაოსი იყოს ამ ომის პირობებში და ამის საფრთხე დღეს საქართველოში არსებობს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი პოზიტიური იმიჯი გააჩნია ისრაელს საქართველოში. დღეს მაგალითად ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთგვარი ტერორისტული საფრთხე იყო ებრაული მუზეუმისთვის თბილისში და ეს მუზეუმი დროებით დაიკეტა კიდევაც. ეს მეტყველი არის, რომ ესეთი საფრთხეები იქნება და ჩვენ ამას უნდა ვერიდოთ. ამას ემატება ბაქო თბილისი ჯეიჰანის სადენი, ეს არ არის მარტო სტრატეგიული ობიექტი, ეს არის დღეს ერთ-ერთი საშუალება, როგორ შეიძლება შუა აზიისა და კასპიის რესურსების მიწოდება სხვა ქვეყნების მიმართ, ვინაიდან ფასები არანორმალურად იწევს და თავის პიკს და კულმინაციას ჯერჯერობით ალბათ არც მიუღწევია, ეს კიდე ერთი გზა და საშუალება არის ერთგვარად ენერგეტიკული კრიზისი არ მოხდეს ევროპის მრავალ ქვეყანაში. შესაბამისად ეს ბუნებრივად სტრატეგიულად სამის და სამიზნეც არის, იმიტომ რომ ხა მთავარია. ვერ ვიტყვი რომ ეს თვითონ ეს pipeline, ეს ნავთობსადენი არის საკმაოდ კარგად დაცული უსაფრთხოების კუთხით, დაბომბვაც შეიძლება მხოლოდ რაღაც რამდენიმე დღეში მოხდეს მისი აღდგენა, მრავალი ალტერნატიული საშუალებები არსებობს ამისა, თუმცა ერთგვარი ქაოსის შესაქმნელად და შიშის დასათესად ბუნებრივია ეს საფრთხეთ არსებობს. ამას დავამატებდი, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც აქტიურად ემზადებიან ადგილზე სახმელეთო ოპერაციების შემთხვევაში აქ არ იგულისხმება ისრაელის ან ამერიკის, შეიძლება შიდა არეულობა მოხდეს. შესაძლოა ვილაპარაკებთ მე ტოლვილთა ნაკადების გადმოდინების საუბარი არის, რომ ეს იქნება მხოლოდ ერთგვარი გადასასვლელი ზონა და შემდგომი მოდის საქართველოს, ბუნებრივია ამ კუთხითაც ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს და აქ იზოლირება ძალიან ცუდი გამოსავალი არის, ერთ-ერთი საშუალება არის პარტნიორებთან მუშაობა. სადაც ყოს პარტნიორები? სწორედ აქ არის ჩვენი პრობლემა, ეს იზოლაცია ის, რაც დღეს საქართველოს გააჩნია. ყველაზე მეტად როცა გჭირდება პარტნიორები, მაშინ არა გვყავს. მე აქ ისევ დავამატებ იმ რუსეთის მცდელობებს შეაფერხოს GPS სისტემის მუშაობა და შესაძლოა ეს რა შეიძლება რა საფრთხეა კონკრეტულად კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ? ანუ არასწორი მონაცემები გადაიცემა რეკოგნიცირების, მაგალითად ამერიკის უხეშად რო ვთქვათ რაკეტებს რო დასჭირდა ჩრდილოეთიდან ირანის დარტყმა კასპიის ზღვის გავლით, რომ არასწორი კოორდინატები მიიღოს, შესაბამისად არ ღვევს მის მუშაობას. პლუს ეს უკვე თანდები არის მთლიანად ამ სისტემის მოშლა აფერხებს ნავიგაციის კასპიის ზღვაზე, აფერხებს ნავიგაციას ჩვენს რეგიონში, რაც ერთგვარად საფრთხეს უქმნის სანდოობას ამ შუა კორიდორს, რაც ასევე რუსეთის ინტერესებში არის. არ ვიცი მე ახლა ზუსტად ნამდვილად არავინ
ვერავინ დაიკვნეხი რომ ზუსტად იცის საიდან ხდება ეს, მაგრამ შესაძლებელია ამისთვის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიაზე განლაგებული ბაზების გამოიყენებოდეს თავისუფლად, მათ ეს პოტენციალი გააჩნიათ, ეს ტექნოლოგიები გააჩნიათ. გამოცდილებაც გააჩნიათ ბალტიის ზღვაში მაგალითად აქტიურად ხდებოდა GPS კოორდინატების აღრევა და შესაბამისად აფერხებდნენ როგორც შვედეთის ნავიგაციას, ისევე ბალტიის ქვეყნების სხვა ქვეყნებს. კი ბატონო, აი მე სანამ ეხა ისევ გადავართ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, ვილაპარაკებ ჩინეთსა და თურქეთზე, მათ შორის სხვა თურქეთზეც და რუსეთზეც, ხო? მინდა აი ეს ირანულ გავლენებზე საქართველოში საუბარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჰადსონის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ეს დასკვნა, როგორ იზრდება ეს გავლენები, მათ შორის მუსლიმ ეთნიკურ უმცირესობაში, საქართველოს მოქალაქეებში, საქართველოს მოქალაქე უკვე არის ეთნიკურად აზერბაიჯანული, დაკავებული ირანის სასარგებლო შპიონაჟისთვის საბერძნეთში, ანუ უკვე შედეგსაც ვხედავთ ამ გავლენების გაზრდის და რამდენად სახიფათოა ეს? სახიფათო არის სახიფათო რეალურად რაც არის სახიფათო რეალურად არის იზოლაციაში ყოფი საქართველო, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს გარკვეული რისკები საგარეო ძალების ჩარევის, საგარეო ძალების მუშაობის, განსაკუთრებით რეგიონში ეს არ ახალია და არც ერთი ქვეყანა ამ მხრივ არ არის დაცული. უბრალოდ ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა და ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს ხოლმე, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოები ცდილობენ ხოლმე, რომ შექმნან ან შეუერთდნენ ალიანსებს, ან ყავდეთ ძლიერი მოკავშირეები და ამ მხრივ საქართველო იყო გამორჩეული ამ რეგიონში, იმიტომ რომ საქართველოს ჰქონდა კაფიო საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ყავდა მეგობრები და მოკავშირეები, რომლის მიმართაც და საქართველოს მათ მხრიდან საქართველოს მიმართაც ნდობის ჩამოყალიბებას ესაჭიროებოდა წლები მუშაობის ბევრი თაობა დიპლომატების მათ შორის ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ და საფრთხე რეალურად არის ის, რომ დღეს საქართველოს რეგიონში არის სრულად იზოლირებული და შესაბამისად დასუსტებული. წარმოუდგენელი იყო ალბათ ვინმე რაღაცა სულ რამდენიმე წლის წინ წარმოედგინა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდოდა რეგიონში ისე, რომ საქართველოში, ანუ რეგიონული ვიზიტი ექნებოდა და საქართველოში არ ჩამოვიდოდა. წარმოუდგენელი იყო ვინმეს რამოდენიმე წლის წინ, უბრალოდ გაეფიქრა მაინც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყოლებოდა ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამა თუ იმ ფორმატში შეხვდა რეგიონის ყველა ლიდერს, მათ შორის შუა აზიის სამხრეთ კავკასიის ყველა ლიდერს საქართველოს გარეშე და წარმოუდგენელი იყო ვინმეს წარმოედგინა რამოდენიმე წლის წინ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაც ესე დიდ მიღებებზე ფოტოაპარატით ირბენდნენ, რომ შემთხვევით ხელი ჩამოერთვათ რომელიმე იქ გამვლელი ლიდერისთვის. ის ლიდერები როცა რომელიმე მიღებაზე მიდიან, ზოგადად ყველას ართმევენ ხელს ხოლმე. იქ არ არის, ანუ იქ რაღაცა გარჩევა ამისი არ მიდის ხოლმე და წარმოუდგენელი იყო იმის გაფიქრება, რომ ძირითადი საზრუნავი საქართველოსი იქნებოდა რაღაცა საგარეო ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნა. ანუ ჩვენ საგარეო ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნა კი არ გვჭირდება. ჩვენ რეალურად გვჭირდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან, მაშინ როდესაც რეგიონული რისკები იმატებს. ანუ ამ სამწუხაროდ ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ რეალურად რაც მოხდა და თვლი რომ მანამდე დაწყებული პროგრესია, მაგრამ რაღაც ესეთი გამოაშკარავდა ეს იყო 2022 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრინციპში მთლიანად შემოატრიალა ის კონსენსუსი, რაზეც ქართულ საზოგადოებაში მრავალი წლის განმავლობაში შეიქმნა. ჩვენ ძალიან განსხვავებული მოსაზრებები ქონია წარსულზე, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებები ქონია, თუმცა ერთ რაღაცაზე მუდმივად თანხმდებოდით, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ჩვენი მოყვარე.
და შესაბამისად ამაზე თანხმდებოდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძალიან მცირედი გამონაკლისების გარდა, სწორედ ამიტომ იყო ხოლმე რომ ღიად პრორუსული პარტიები ყოველთვის იყვნენ მარგინალიზებული ძალა ამ ქვეყანაში და ის პარტიებიც ან ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც რაღაც ესეთი რუსულ ინტერესებს ატარებდნენ, ყოველთვის რაღაც ესეთი დასავლური ფასადის შექმნას ცდილობდნენ ხოლმე იმისთვის, რომ ეს თავისი მიზნები მიაღწიათ. რატომ? იმიტომ რომ ეს არასოდეს არ იყო პოპულარული ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ამ კონსენსუსზე იყო დაფუძნებული და ეს ამოვატრიალეთ რეალურად 22 წელს გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ის ქვეყნები, ის სახელმწიფოები, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველს, ისინი არ ეხმარებოდნენ რომელიმე მთავრობას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ისინი ეხმარებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ისინი ქმნიდნენ საქართველოს ინსტიტუციებს, საქართველოს ჯარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს უწყებებს უწევდნენ დახმარებას, ისინი დებდნენ დიდ კაპიტალს განათლების სისტემაში, ისინი გვეხმარებოდნენ ჩვენთვის ყველაზე რთულ დროს და უშუალოდ იგივე იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც 2008 წელს ქართულ ხალხთან ერთად იდგა ქუჩაში, დღეს გამოაცხადეს, რომ ესენი არიან მტრულად განწყობილი სახელმწიფოები საქართველოს მიმართ და არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის ხალხი არა მარტო როგორც იმ ქვეყნის ლიდერები, არამედ პერსონალურად ის ადამიანებიც, იმიტომ რომ მაშინ მათი ჩამოსვლა საქართველოში იყო გარკვეული უსაფრთხოების რისკებთანაც დაკავშირებული. ან ეს მოცემულობა შევცვალეთ, ამიტომ ეკადა იქ გავზარდეთ, არ ხდება ეგ გეგა შენ ჩემზე უკეთესად იცი იმდენ თანამდებობაზე ნამყოფი კაცი ადამიანი ხარ, ხო? ყველა რა ვიცი, ნატოში ელჩის, პრემიერ-მინისტრის ყველა. ეხლა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს რო გიკეთებენ, აქ რომელიც არის რეკრუტირების მთავარი წყარო ირანისთვის, ხო? და ორი სიტყვა მინდა მოდი გიორგის ვათქმევინოთ ამ ალ-მუსტაფაზე, ხო? ეს არ არის მარტო ის, რომ შემოაღწიეს, კი აპირებენ აქ თუ ხელშეწყობა არ არის ადგილობრივი ხელისუფლების, ხო, ამდენამეს ვერ გააკეთებენ. ხო, აი უბრალოდ მანდა დავამთავრებ და გიორგისთან გადავიდეთ. ერთი რაც, ანუ ჩვენთვის ბუნებრივი არის, რომ ისე მაგას დაუბრუნდები, რომ ბუნებრივია გარე ძალებს ყოველთვის ექნებათ გარკვეული სურვილი, რომ შენთან რაღაცა ბაზა შექმნან, ან შენთან გარკვეული ინფილტრაცია მოახდინონ, იმიტომ რომ საკუთარი ინტერესები დაიცვან. ჩვენი რეალური საფრთხე დღეს მომდინარეობს ჩვენი საგარეო იზოლაციისგან და იმისგან, რომ ჩვენ რეალურად დღეს დავრჩით მოკავშირეების გარეშე. ეს არის ჩვენი ნომერ პირველი საფრთხე. ხო, აი ეს ალ-მუსტაფაზე მინდა ორი ვიტყვი. შეიძლება ერთ ძალიან მოკლედ დავამატეთ იზოლაციის თემა, რომ დავასრულოთ ამ კუთხით. იზოლაცია ნამდვილად მოკავშირეების გარეშე დაგვტოვა, მაგრამ რეალურად რო ავიღოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, იგივე სომხეთის თავდაცვის მედეგობა, ისევე როგორც აზერბაიჯანის პოტენციალი და შესაძლებლობები, ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მოწყვლადი. იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასია მით უმეტეს ანუ ყველაზე სუსტი ჯარი გვყავს, ანუ პირდაპირ მოწყვლადი რო პირდაპირ დავარქვათ სახელები, ხო, ყველაზე სუსტი ჯარი გვყავს. ელემენტარულად შევადაროთ თავდაცვის ბიუჯეტი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსი ჩვენ ვართ ძალიან დაბალ დონეზე. საჰაერო თავდაცვაზე რა ხდება? საჰაერო თავდაცვაზე ჩემთვის უცნობია თუ რამე ხდება, ანუ არაფერი არ ხდება, ხო. ანუ ამდენად თუ ირანი რაღაც შემთხვევაში ხდება უფრო პროდასავლური და სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთგვარი ლობირება აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, ერთ-ერთი საშუალება რუსეთმა, ჩვენმა ჩილოელმა მტერმა კვლავ შეინარჩუნოს რაღაცა სახის გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ეს არის სრული გაბატონება საქართველოში. ამისთვის ჩვენ დასავლელი პარტნიორების გარეშე ვერანაირად ვერ ვუპასუხებთ ის რაღაცა მცდელობები მრავალვექტორული პოლიტიკის, იქ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ვერავინ ვერ ახსნის თუ როგორ შეიძლება სხვა ვექტორმა დაიცვა საქართველოს რუსეთისაგან თუ არა ევროპამ და ევროატლანტიკურმა. აქ ერთ რამესაც არ არსებობს, აი მრავალვექტორულ ურთიერთობ, თქვა თუ ჩათვალა საქართველომ და კიდე ერთხელ ვამბობ, ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკური გადაწყობის პირობებში, დიდი გეოპოლიტიკური ძვრების პირობებში, საქართველოს ჭირდება საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას, რომელსაც არ აქვს განსაკუთრებული, ასე ვთქვა და ფუფუნება, ან არ აქვს რაღაცა საბადოები
იმისათვის, რომ ინტერესის სფერო იყოს, რომ კონკრეტული ქვეყნების, რომ დაიცვას ეს პატარა ქვეყანა, ჭირდება ძალიან მოქნილობა და ჭირდება შესაძლოა ახალი პოლიტიკაც. ამაზე შეგვიძლია მერე ვილაპარაკოთ. მრავალ ჩინეთის ინტერესიც რა არის და იზოლირებულ საქართველოში 0 თუ ჩინეთს აინტერესებს საქართველოს, რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან და რაღაც პრივილეგიებით სარგებლობს. იზოლაციაში ჩიხში მოქცეული საქართველოს ჩინეთის ინტერესი რა არის? ჩინეთს ძალიან აინტერესებდა უკრაინა და დღესაც აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს აქტიურად ითანამშრომლოს რუსეთთან. იმიტომ რომ იქ სხვა ინტერესი აქვს. ეხლა ჩინეთის ინტერესი ხო, ერთი ხო, სამკავკასიაზე მინდა დავამატოთ. კიდე ერთი აი ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის მითხარი რა. ეს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი არის სანქცირებული ამერიკის მიერ, საქართველოში გაიხსნა მისი ფილიალი, მე მგონი ის არ აქვს განათლების სამინისტროსგან ამ ავტორიტაცია და ეს არა ვიცი. კი, ამას სამი ფილიალი აქვს მე მგონი საქართველოში. კი და ნუ ამის შედეგებს უკვე ვნახავთ იმაში მარნეულში სხვადასხვა შიიტური დღესასწაულების აშურას აღნიშნვისას ასევე სხვა მოვლენებთან დაკავშირებულ მსვლელობებზე ვნახეთ რომ პირველ რიგში ამ მსვლელობების ხალხს ეჭირა ხელში ხამენეის ხათაშვილის ყასემ სულეიმანის ფოტოებიც ეჭირათ და ეხა უკვე გამოსვლებით ვნახეთ იქაური სასულიერო პირების რომლებიც აკრიტიკებენ ამერიკას და ხარს უჭერენ ირანს. ნუ ამაში ეხა მე გასაკვირს ვერაფერს ხედავ, იმიტომ რომ გასაგებია შიიტები არიან და ეს მათი რელიგიური წამსიდანაც გამომდინარეობს, უბრალოდ მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ამის უკან რა ხდება ჩვენ არ ვიცით და ამას რაღაც საერთაშორისო მედიაში თუ კვლევის სტრუქტურებში გამოქვეყნებული სტატიებიდან არ უნდა ვიგებდეთ და ჩვენ იქიდან გამომდინარე არ ვენდობით, რომ საერთოდ ეფექტურად მუშაობს ჩვენი სპეცსამსახურები, შიში გვაქვს ბუნებრივია, რომ ამის უკან კიდე რამე უფრო უარესი ხო ხდება. ანუ სუსმა რა გააკეთა, საქმე აღძრა გიორგი კანდელაკე, საქმე თუ უпростоრად ან აღძრავენ არ ვიცი, დაანონსეს თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ, რომლებიც ამ გავლენებზე საუბრობენ და ამ რა ხდება რეალურად არავინ არაფერი არ ვიცი. კიდე მნიშვნელოვანია შედარება გავაკეთოთ აზერბაიჯანთან, გასაგებია ხო აზერბაიჯანის სხვა ტიპის რეჟიმია და ჩაკეტილი და მკაცრი და დიქტატურა ამოგრეთ, მაგრამ იქ ამ ტიპის გამოსვლები და ასეთი დემონსტრაციული მხარდაჭერა ირანის წარმოუდგენელია. უბრალოდ ეგ კი არა საერთოდ ის მსვლელობებიც აკრძალული იყო წინა წლებში შარშან დაუშვეს პირველად. აქედან გამომდინარე ამას აქ მეორე კუთხე კიდე რომ აზერბაიჯანმა შეიძლება საფრთხე დაღექვას მის საზღვრის იქით მხარეზე ამ ირანული გავლენის ესეთის და ეხლა მინდა ზოგადად აზერბაიჯანი ირანზე ვისაუბროთ, ცოტა ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს. კი, ირანში ცხოვრობენ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელები, მაგრამ მათ აქვთ ესეთი პრობლემა, ხო, იქ ისინი თავიანთ ენაზე ვერ სწავლობენ სკოლებში და სასწავლებლებში, ასიმილაციის პოლიტიკა მიდის და ამ ზოგადად ვინც არიან იქ ირანელი აზერბაიჯანელები დღეს წარმოადგენენ ელიტას ამ განსხვავებით შაჰის რეჟიმისა, როდესაც უფრო ასე თქვა სპარსული ნაციონალიზმი იყო წინ წამოსული, ეს რეჟიმი დგას შიიზმზე და შიიტურ რადიკალიზმზე, ამიტომ პრეზიდენტი ხა ფეზეშქიანი აზერბაიჯანელია, ხამენეი ნახევრად აზერბაიჯანელი იყო, სამხრეთ ელიტაში ძალიან ბევრი არიან აზერბაიჯანელები, ანუ ამით იმის მქონდა ირანის აზერბაიჯანის მაცხოვრებლებში ძლიერი არ არის სეპარატისტული განწყობა რაღაც ჩვენ გვინდა იქეთ აზერბაიჯანს შეუერთდეთ. პირიქით ირანი მათი ქვეყანა, რომლის სათავეშიც არიან. რაც შეეხება ხა აზერბაიჯანულ პერსპექტივას ირანის მიმართ, ხო 80-იანების ბოლოს, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ერთ-ერთი პირველი ინციდენტი რაც იყო, საზღვარი გაარღვიეს საბჭოთა კავშირი და ირანის და აქაური აზერბაიჯანელები, იქაური სახალხო ფრონტის ხალხი ჩაეხუტა და შეხვდა იქაურ აზერბაიჯანელებს, ირანელ აზერბაიჯანელებს, ერთ-ერთი პირველი ინციდენტი ეგ იყო და ამის შემდეგ იყო ძალიან ცივი ურთიერთობა მუდმივად. სომხეთისთვის ყარაბაღის პირველი ომისას იყო სიცოცხლის უნარიანობა ეკონომიკური მიანიჭა ირანმა, ხო, იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელთანაც ჰქონდა ეკონომიკური კავშირები, პარტნიორობა ჰქონდა და აქეთ იყო მუდმივად ეს საფრთხე დაღექმებოდა ირანი. ხო, მივდივარ, ხო, იმიტომ რომ ეს აზერბაიჯანის რეჟიმი, ჯერ ერთი თავიდანვე ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა, თორსა ელჩიბეი გახდა პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს იყო პანთურქიზმის მიმდევარი, ათათურქის მოსწავლეს უწოდებდა თავის თავს და საერთოდ არ მოიაზრებდა თავის თავს რაღაც ირანის გავლენის სფეროში.
მე ეს კონცეფცია უკვე ჩვენ ვართ ერთი ერი ორ სხვადასხვა სახელმწიფოში, ანუ თურქები და აზერბაიჯანელები არიან ერთი ერი ორ სხვადასხვა სახელმწიფოში, ეს დომინანტად იქცა და ირანის გავლენა ვერც კი შევიდა ვერასდროს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსებობის ისტორიაში ეს აზერბაიჯანის სახანოები სულ სპარსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ხო ეგ მე 19 საუკუნეში აღმოჩნდა ახლანდელი აზერბაიჯანი რუსეთის იმპერიაში და აქეთ აზერბაიჯანი ირანის იმპერიაში, ხო? იყო ძალიან ბევრი ინციდენტები 2000-იან წლებში, ხო, ეს იყო ჰეზბოლას მომზადებული თავდასხმა ისრაელის საელჩოზე, რომელიც აღიკვეთა სხვადასხვა ტიპის ტერორისტული თავდასხმების ცდილობები და პიკი იყო 2023 წელი, როდესაც თეირანში თავს დაესხნენ აზერბაიჯანის საელჩოს, რომელს დროსაც მოკვდა დაცვის უფროსი და ამის შემდეგ ძალიან სერიოზული კრიზისი შეიქმნა აზერბაიჯანსა და ირანს შორის, თუმცა მალევე დიპლომატიური ძალისხმევით მოხერხდა იმ ადამიანის დასჯაც და ზოგადად ეს კრიზისი ამოიწურა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ თავარი რა განაპირობებს ესეთ ცუდ ურთიერთობას. ამის მიზეზი არის ის, რომ ისრაელის მიერ მოხმარებული ნავთობის ნახევარი შედის, ეს არის აზერბაიჯანული ნავთობი ან აზერბაიჯანულ-ყაზახური ნავთობი, რომელიც ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ნავთობსადენით მიდის, მე იქ ჯეიჰანის პორტში იტვირთება და შედის ისრაელში. მეორე მიზეზი არის აზერბაიჯანის და ისრაელის სამხედრო თანამშრომლობა. 2015 წლიდან დღემდე აზერბაიჯანმა სადღაც 6 მილიარდი დოლარის იარაღი შეესყიდა ისრაელისგან, ეს არის ყველანაირი შეერება ბალისტიკური რაკეტები, დრონები, საჰაერო თავდაცვა, სხვა სისტემები, სადაზვერვო თუ ასე შემდეგ, განსაკუთრებით გამოსაჩუქრია კამიკაძე დრონები, რომლებმაც მეორე ყარაბაღის ომის დროს პრაქტიკულად პირველ დღესვე გაუნადგურა სომხეთს მთელი საჰაერო თავდაცვა და რადარები და ირანული ელიტის აღქმაში აზერბაიჯანი არის პროქსი ქვეყანა ისრაელის, მისი ჩრდილოეთ საზღვართან, რომელსაც ისრაელი იყენებს იმისთვის, რომ ჯერეთი მისგან იღებს ენერგეტიკულ რესურსებს და მას იყენებს, ასე ვთქვათ, სადაზვერვო პლატფორმად. ესაა იმათი აღქმა, მე არ ვამბობ ეს ესეა, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ წარმოადგინა ირანმა ვერანაირი მტკიცებულება, რომ რაიმე სამხედრო სადაზვერვო მიზნებისთვის აზერბაიჯანი გამოიყენა ისრაელმა, მეტიც ეს ურთიერთობები სხვათა შორის ძალიან გაუმჯობესდა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლებში, რაც მასუდ ფეზეშქიანი გახდა პრეზიდენტი. იმიტომ თვითონ აზერბაიჯანელია თან შედარებით რეფორმისტ პოლიტიკოსად ითვლება, ანუ უფრო ზომიერ პოლიტიკოსად ითვლებოდა და ცნობილი კადრებია, როცა ბაქოში იყო ეს ჩასული და წაიკითხა ცნობილი ირანელი აზერბაიჯანელი პოეტის ლექსი აზერბაიჯანულად და დაინგრა აპლოდისმენტებით ის დარბაზი და თავისიანად მიიღეს ეს კაცი და ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ, ხო? მაგრამ მასუდ ფეზეშქიანი სიმბოლური ფიგურაა, უნდა გვესმოდეს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას ირანში, აქედან გამომდინარე მისი ამ ძალისხმევის მიღმა განსაკუთრებით ხისტი განცხადებები გააკეთა ამ ხამენეის მრჩევლებმა და მისმა გარემოცვამ, როდესაც გაფორმდა შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და გაირკვა, რომ ამ ზანგეზურის კორიდორში რაღაცა როლი ამერიკას ექნებოდა, თუმცა რამე ხისტინაბიჯი მაშინ ირანს არ გადაუდგამს და ერთგვარი კულმინაცია ალბათ ამ დაძაბულობის არის ის მოვლენა, რაც ჩვენ ნახიჩევანში ვნახეთ, ხო, იმიტომ რომ აქამდე ირანი ესე პირდაპირ ზოგადად აზერბაიჯანელები კი არ დანაშაულობენ, რომ ირანის სამხედრო თვალსაზრისით ეხმარებოდა სომხეთს პირველ ომში და წაგვაგებინეს ეს ომი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის სხვა ტიპის, აი პირდაპირ თავდასხმა ჯერ ასეთ რაღაც არ მომხდარა. რეაქცია რაც ვნახეთ არის ის, რომ აზერბაიჯანი მათ ადანაშაულებს, ირანი უარყოფს სხვათა შორის ჩვენ არ დავსხმევთ თავს, რომ არახჩი მისიც კითხვა, რომ ისრაელის დრონი იყო ეს, რაც სასაცილოა უბრალოდ, მაგრამ ეს უცნაური რატო სხვა ქვეყნებზე პასუხისმგებლობას არ იხსნიან, ისინი ამბობენ, რომ კი ჩვენ დავესხით თავს. ელჩთან იყო ინტერვიუ აზერბაიჯანულ ტელევიზიაში ირანის ელჩთან და აი ხა იქ იცით მედია სულად თავრობის მიერ არის კონტროლირებული და ისეთი მკაცრი და ხისტი კითხვები დაუსვას, საერთოდ აწყვეტინებდა მუდმივად საუბარს. ეს იყო გამიზნულად ჩვენებაში და აუდიტორიისთვის, რომ ჩვენ რაღაც ზეწოლის ქვეშ ვაქცევთ ამ ელჩს. თუმცა მე არ ველი რომ ეს გაგრძელდება რაღაც სამხედრო დაპირისპირებამდე შეიძლება მივიდეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვერ ხვდები ნახიჩევანი რატომ უნდა დაგებრუნება, იმიტომ რომ ესეთი რეგიონია რა, კი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ რამე დასაბომბი იქ რა იყო, არ ვიცი, მოკლედ იმართულება და მეორე არის ის მიმართულება ხალხს? აი ტრამპის გზის მიმართულება. ხო, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში სამიზნე რატომ უნდა იყოს ვერ ხვდები და მეორე არის ის, რომ
მხოლოდ ორი დრონით იყო შეტევა და ამას მე რაღაც სისტემური ხასიათი არ მოჰყოლია, რაც დავუშვათ სხვა ქვეყნებში ასაც ხედავთ ხო ამდენი დღეა იბომბება სხვა ერთად ყურის ქვეყნები. ამიტომ მე მგონია ეს შეიძლება რაღაც ამოვარდნილი ინციდენტი იყოს, რაც არ გახდეს გრძელვადიანი დაპირისპირების. კი ბატონო, ეხა სამწუხაროდ არა გვაქვს ეხა ჩვენ თემა იმდენად დიდია და მოიცავს იმდენ მოთამაშეს და ისეთი მასშტაბურია და იმდენი შრი აქვს რაღაცები უნდა გავიაროთ სწრაფად, ხო? მოკავშირეებზე ვილაპარაკ, აი თურქეთზეც ვილაპარაკ, მოკავშირეები რა, ანუ მთავარი რეგიონის ქვეყნები თურქეთი, რუსეთზე აუცილებლად მინდა დავამატოთ ის, რომ თითქოს არ ჩანდა, მაგრამ ეხლა გაჩნდა ინფორმაცია, ჯერ პირველი ვაშინგტონ პოსტმა დაწერა, რომ რუსეთი აძლევს სადაზვერვო ინფორმაციას ირანს, განსაკუთრებით ამერიკულ სამიზნეებზე. თურქეთმა გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც ჩამოვარდა ასევე დრონი, ხო? დრონის ინჯილიკის ბაზა დაიბადა. ბაზაზე და ნუ ჩინეთიც ცალკე გამოსაყოფია ამ ეკონომიკურ ასპექტში და ამიტომ ეს ცალკე გამოყვეთ. აი თურქეთზე რო დავიწყოთ მალხას. მე დავიწყებ მაშინ და გეგა გამოცდილი ექსპერტია თურქეთის მიმართულებით. თურქეთის ინტერესი სამხრეთ კავკასიაში უაღრესად მაღალი, ეს გამოჩნდა მეორე ყარაბაღის ომის დროს 2023 წელს მესამე ერთდღიან ყარაბაღის ომს რომ ეძახიან. ფაქტობრივად რუსეთს მოუწია დათმობა თავისი გავლენის თურქეთის მიმართ, გათვალისწინებით იმისა, რომ რა ურთიერთობები ყალიბდებოდა თურქეთსა და რუსეთს შორის, აუცილებლობა იყო ეს პარტნიორობა და ფაქტობრივად დაიმკვიდრა თავისი ადგილი სამხრეთ კავკასიაში. დღეს თურქეთი კიდევ უფრო ძლიერად ცდილობს თავისი პანთურქული პოლიტიკის გატარებას, აქ იგულისხმება არა მარტო აზერბაიჯანთან სპეციალური ურთიერთობების არსებობა, არამედ მისი კავშირები ასევე ცენტრალური აზიის მიმართულებით, ირანის დასუსტება და შესაძლოა ვესტერნიზაცია, ანუ პროვესტერნული ქვეყნის ჩამოყალიბება ხელფეხს უხდის თურქეთს, რომ უფრო აქტიურად შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ამას ნამდვილად ვიგრძნობთ. ერთადერთი რაც შეიძლება დამაფიქრებელი იყოს თურქეთისათვის ბუნებრივი ეს არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია კვლავ წარმოებდა ერთგვარ დისკუსიას თუ საუბარს ქურთულ მეამბოხეებთან, რომლებიც გაიგივებულები არიან როგორც შესაძლო კერა. ეხლა აწარმოებს, კი ბატონო, როგორც შესაძლო კერა წინააღმდეგობის ირანის მთავრობის წინააღმდეგ, ერთადერთი ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქურთ მილიციას, როგორც ესე ეძახიან, ასევე აქვს კავშირი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული PKK პარტიასთან, დაჯგუფებასთან, რომელიც საკმაოდ წინააღმდეგო ქმედებებს ატარებს თურქეთში და ეს არის ერთადერთი კი ბატონო აღიარებული არის თურქეთის მიერ როგორც ტერორისტული ორგანიზაცია და აკრძალულიც არის. შესაბამისად, აქ თურქეთი ბენეფიტებთან ერთად გარკვეულ საფრთხეებს ხედავს და აი აქ ამით არის ფრთხილი პოზიცია გამომდინარეობს ამით თურქეთის მხარის ფრთხილი პოზიცია, კერძოდ პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან, თუმცა ეს არსებული ვითარება დღეს მეტ საშუალებას აძლევს გაუმჯობესოს თურქეთის პოზიციები როგორც სომხეთთან ურთიერთობებში, ისევე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ უნდა მოველოდოთ მეტ აქტიურობას თურქეთის და ამ კუთხით არ მგონია რუსეთს რამე წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალი ან შესაძლებლობა ჰქონდეს. თუ არ ჩავთვლით რაღაც პროვოკაციებს. ხო, არა, მალხას ვეთანხმები, ძალიან მარტივად არის. რეალურად თურქეთის შემთხვევაში პარადოქსული არის, იმიტომ რომ მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პრობლემებისა, ეკონომიკური პრობლემებისა, პარადოქსულია, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გეოპოლიტიკური გავლენები. მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული ბევრი გამოწვევისა, რასაც განსაკუთრებით ეს თურქეთის ხელისუფლება აწყდებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, თურქეთი რეალურად ჩამოყალიბდა. რეგიონის ძალთა ბალანსი შეიცვალა მნიშვნელოვნად უკანასკნელ წელში. მე ვიტყვი, რომ პრაქტიკულად ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ორი ესეთი რეგიონული ძალა, რომელიც დღეს დომინირებს რეგიონში, ეს არის ისრაელი და თურქეთი.
თურქეთმა შეძლო რუსეთის გავლენების მნიშვნელოვანი განდევნა შევიწროება სამხრეთ კავკასიიდან. თურქეთმა შეძლო რუსეთის და ირანის გავლენების შევიწროება მას შემდგომ რაც სირიიდან, მას შემდგომ რაც ასადის რეჟიმი დაემხო იქ. ანუ თურქეთი რეალურად ჩამოყალიბდა ალბათ ერთ-ერთ თურქეთი არასოდეს არ იყო მეორე ხარისხოვანი ძალა, უბრალოდ მისი გეოპოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და საინტერესოა რომ ეს გაზრდილი არის სწორედ რუსეთის და ირანის ხარჯზე. მალხაზმა რაც ახსენა ქურთული თემა, იმ შემთხვევაში თურქეთის ნომერ პირველი პრობლემა ყოველთვის არის ტერიტორიული მთლიანობა და ქურთული სეპარატიზმი. ამ შემთხვევაში არის ნომერ პირველი გამოწვევა, თუ რამეს გაუფუჭებია ურთიერთობა თურქეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ეს ყოველთვის იყო ქურთული თემა და იმ შემთხვევაში თუ ამ თემის აქტივიზაცია მოხდა და იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაღაც ესეთი ქურთული ელემენტების გააქტიურება ან გამოყენება, ეს თურქეთის პოზიციაზე, თურქეთის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ასე რომ ამას დაუბრუნდებით ცოტა ხანში, იმიტომ რომ ეს როცა მინდა რომ ეს ირანში არსებული სიტუაცია შევაჯამოთ, მანამდე ჩინეთს უნდა გკითხოთ და აი კარიბსა ჯაპურს აქვს თქვა ირანსა და ჩინეთს როცა კითხავს რომ ბევრსო ეშლებაო და გონიაო რომ ჩინეთს და რუსეთს ერთ და იგივე ინტერესები აქვსო და არა და აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები აქვს და მათ შორის ჩინეთის ინტერესია ჩინეთი არის ჩართული მაგის და მოთამაშეა ამ საერთაშორისო გლობალური სისტემის ხო და ჭირდება რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ამ სისტემიდან ჩინეთს ჭირდება ასევე მას ჭირდება ნავთობი, მას ჭირდება ენერგორესურსები იმისათვის, რომ მის ეკონომიკას პრობლემები არ შეექმნას და გაჭიანურებული ომი და ირანის მიერ შექმნილი ქაოსი, რაც ჰორმუზის სრუტეზე ბუნებრივად აისახება, იმიტომ რომ იქ ვეღარ დადიან, ეს გემები და იქ იყო 20%-ია ხო, მთელი ეს სოფლიო ენერგორესურსების ტრანსპორტირების 20% მოდის ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც ახლა გაჩერებულია, შესაბამისად ამის ფონზე ხდება ენერგორესურსებზე ფასების, ნავთობზე ფასების მომატება და ჩინეთის საერთოდ ვერ ვხედავთ ჩინეთს როგორ ერევა ან რითი ეხმარება ირანს, ხო? აი აქ რო გავმიჯნოთ ცოტა ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები, ხო? ჩინეთთან მიმართებაში შემზე ბევრად უფრო კომპეტენტური ექსპერტებიც არიან ხოლმე, ამიტომ მე რაც იმ დოზით, რა დოზითაც მე ვადევნებ ხოლმე თვალს, რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაც არის. პირველი ეკა რაც შენ თქვი, ჩინეთი კი ჩინეთმა ისარგებლა წლების განმავლობაში იმ საერთაშორისო წესრიგით, რაც იყო და სწორედ ამ წესრიგის პირობებში ხდება ჩინეთის ეკონომიკური სასწაული, ეკონომიკური ზრდა, რაც ჩინეთი აქცია ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ. თუმცა მეორე ტენდენცია რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ჩინეთმა დაიწყო პარალელური სტრუქტურების შექმნა, ანუ რაღაც ესეთი პარალელური საერთაშორისო ბრიქსის შექმნა, მაგრამ არა მხოლოდ ბრიქსის, სხვა მრავალი თავისი საბანკო სისტემის რაც რეალურად ესეთ ალტერნატივას წარმოადგენს განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის. ანუ ჩინეთმა დაიწყო ნელ-ნელა პოზიციონირება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმნილი გლობალური წესრიგის ალტერნატივა, ანუ ამაზე მინდოდა გამესვა ხაზი. რაც შეეხება რეგიონს, ჩინეთი არასოდეს არ იქნება ბუნებრივია წარმოდგენილი რაღაცა ესეთი სამხედრო კომპონენტი მისთვის არ არის ნომერ პირველი, როცა შუა აღმოსავლეთზეა საუბარი, თუმცა აქ ეგეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ერთად წლებია უკვე აწარმოებს ერთობლივ სამხედრო საზღვაო ცხრნებს რეგიონში, ანუ არ არის ისეც, რომ ჩინეთს სამხედრო ინტერესი არ გააჩნია. ჩინეთის მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში შიდა პოლიტიკური ბუნებრივია უკავშირდება რესურსებს და ირანის ნავთობი არის მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ირანის რეგიონის ნავთობი არის მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის, თუმცა მეორე ჩინეთისთვის და ჩემი აზრით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ამერიკის შეერთებული შტატები იხილოს ჩართული გარკვეულ კონფლიქტებში, რაც მისი გადმოსახედიდან იწვევს ამერიკის შეერთებული შტატების შესუსტებას, დასუსტებას და რეალურად ჩინეთი ხშირად თავის თავს ხედავს ხოლმე როგორც ესეთი წარმოებული კონფლიქტების ბენეფიციარი. ხო, აი
ერთი წამი რო გადავერთოთ უცებ და უშედ რუსეთ-უკრაინის ომზე, ხო? რუსეთ-უკრაინის ომი ჩინეთისთვის რატო აღმოჩნდა სასარგებლო, ხო? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის რაც ჩინეთს უნდოდა წლების განმავლობაში, რომ რუსეთის სახით მას ჰქონოდა უმცროსი მეგობარი, რომ რუსეთს თვითონ ეღიარებინა თავი როგორც ჩინეთის უმცროსი პარტნიორი, უმცროსი მეგობარი, ეს საბოლოოდ გაფორმდა. ანუ ეს მოცემულობა საბოლოოდ შედგა იმიტომ რომ რუსეთმა თავი გაყო იმ კონფლიქტში, თავი გაყო იმ კონფლიქტში, რომლიდანაც გამოსვლა აღარ შეუძლია და მთლიანად მიება ჩინეთს. ზუსტად ესე უყურებს ჩინეთი ამ შემთხვევაში ამ რეგიონს. ჩინეთმა მშვენივრად იცის ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებმა, რომ ჩინეთს არ შეუძლია და არც აქვს სურვილი შეთავაზოს ის, რასაც რეგიონის ქვეყნებს წლების განმავლობაში თავაზობდა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის უსაფრთხოების გარანტია. მაგრამ მას ჭირდება ნავთობი, მას ჭირდება ენერგორესურსები და ქაოსი მსოფლიო ბაზარზე ამ მიმართულებით მის ინტერესებში არ შედის. ეს ჩემი აზრი არ არის, მე ვისაც ასე ვთქვათ მოусმინე ცნობილ ექსპერტებსაც, იგივე საჯაპურზე ვლაპარაკობ, მისი ერთ-ერთი რაღაცა პოზიცია ეს იყო ჩინეთთან მიმართებაში. ამიტომ ეხლა რა ვხედავ, თვის ბოლოს არის დანიშნული, არ ვიცი, არავინ არ იცის ეს გადაიდება თუ არა შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტ შორის. ვიზიტია ტრამპის ჩინეთში. ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის ფონზე. მოკლედ მანამდე ვიცით, რომ ტაივანს იარაღს აღარ უგზავნის, სანამ ვიზიტი არ შედგება ტრამპი. ხო, მოკლედ აღეზიანოს სი ძინპინი. ხო, რაღაცა ესეც საინტერესოა, თუმცა ამას კიდე ცალკე გადაცემა უნდა, იმდენად კომპლექსური თემაა. ამიტომ მოდი დაუბრუნდეთ ირანში რა ხდება ახლა. ანუ ჩინეთზე ვიტყვი, თავარი რა არის მნიშვნელოვანი რატო არის ჩინეთი ირანისთვის. ირანი არის უმკაცრესი სანქციების ქვეშ და სხვა არავინ ყიდულობს ირანულ ნავთობს. მთელი ირანული ნავთობის ექსპორტის 90% მოდის ჩინეთზე. ოღონდ პირდაპირ კი არ ყიდულობს. ჩინეთს აქვს ჩრდილოვანი ფლოტები, შუამავალი კომპანიები სინგაპურში, მალაიზიაში რეგისტრირებული და აი ამათი გავლით, ანუ პრაქტიკულად ირანის ეკონომიკას ჩინეთი აცოცხლებს. იმ დონეზე, თუ სიცოცხლე ქვია ხა ირანის ეკონომიკას. მაგრამ თვითონ ჩინეთის მოხმარებაში ირანს არ აქვს დიდი წილი, იმიტომ მათ დივერსიფიცირებული აქვს ძალიან თავისა წყაროები ნავთობის შესყიდვის. მთელი მათი სტრატეგია იმაზე დგას, რომ ერთ წყაროზე არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმეზე. ამიტომ ყურის ქვეყნებისგანაც, ხვებისგანაც ბევრი ნავთობს ყიდულობენ, რუსეთიდან ყიდულობენ, რა თქმა უნდა, ნავთობს და ეგ ბალანსი არა და შესაბამისად მაგიტომობ ქაოსი რეგიონში ამხნის ყურის გადაკეტვა არ პირდაპირ მის ეკონომიკურ ინტერესებს ურტყავს, ყველას ეკონომიკურ ინტერესებს ურტყავს და სოფლიო ეკონომიკაზე წარმოუდგენელი და ტრამპსაც ურტყავს წინასაარჩევნოდ. ამიტომ მოდი შეჯამებისკენ წავიდეთ, ანუ კიდევ ერთხელ ყველაზე რთული თემა, ძალიან რთულ თემას შევეჭიდეთ, უკიდურესად კომპლექსურია, მრავალშრიანია. და ირანზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ თქვათ ერთი ისე რომ ირანიდან ამ რეჟიმის მოშორება ნიშნავს იმას, რომ ირანის წარმოება, ანუ გაიზრდება, ირანში ნავთობს იმხელა ნავთობის წარმოებას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომლის ამ პოტენციალის რამდენი პროცენტი იქნება ახლა გამოყენებული, ხო? ძალიან ცოტა. ანუ შაჰის დროს რასაც მოიპოვებდნენ, იმის ნახევარს მოიპოვებდნენ. წარმოიდგინე ამ ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, იმიტომ რომ უზარმაზარი რესურსები აქვს, ხო? გაზის და ნავთობის. შესაბამისად, ეს იქნება აბსოლუტურად შეცვლის ეკონომიკურ სისტემას, ირანის გათავისუფლება ამ აიათოლების რეჟიმისგან. რა ხდება ახლა რეჟიმის შიგნით? აი, მოკლედ და სახან შეჯამებისკენ მივდივარ, რა შეიძლება მოხდეს. პირველი ნებისმიერი მოლოდინი იმისა, რომ სანამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება ირანში შეიძლება დაიწყოს რაიმე სახის ან გამოსვლები, ან შიდა მოძრაობა, ან რაღაც ესეთი რეჟიმის წინააღმდეგ. იმ ტიპის გამოსვლები, რაც ჩვენ ვიხილეთ იანვარში, ძალიან დაბალი ალბათობა არის, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, როდესაც მიდის სამხედრო ოპერაციები, ადამიანების ნომერ პირველი საზრუნავი არის პირადი უსაფრთხოება და ამ შემთხვევაში ხო არანაირი აი ამ სახის მანიფესტაციები, დემონსტრაციების მოწყობა ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. მეორე უპრეცედენტო კონცენტრაცია ხდება თვითონ უსაფრთხოების ძალების განსაკუთრებით თეირანში და მით უმეტეს, როდესაც სამხედრო მოქმედებები მიდის, ახლა ისინი მობიერებით არასოდეს არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ განსაკუთრებული ბრუტალობა ახასიათებთ,
ვუყურებთ მათ და ნებისმიერი ესეთი ტიპის მოძრაობა მათი მხრიდან იქნება სისხლში ჩახშობილი და მესამე ირანში არ არსებობს სამწუხაროდ ორგანიზებული პოლიტიკური ძალა და ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ქვეყნის გარეთ არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ან დიასპორამ ან დაუშვათ რაც უნდა გავლენიანი არ აქვს მნიშვნელობა პოპულარული არაპოპულარულია გავლენიანი არ არის გავლენიანი ის არ იმყოფება ირანში და მას არ შეუძლია ირანში პროცესების მართვა ამიტომ ესეც ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ბარიერი არის ამ თვალსაზრისით თუმცა რა ვნახეთ ჩვენ ივნისში 12 დღიანი ომის მერე ხო ივნისში 12 დღიანი ომის მერე რეჟიმის დასუსტებამ რეჟიმის უკიდეგანო დასუსტებამ რაღაცა დროის შემდგომ გამოიწვია ძალიან დიდი შიდა აფეთქება და ეს შიდა აფეთქება მოყვა ეკონომიკურ მიზეზებს და დაიწყო სწორედ ახლა მაგაზე აღარ ბევრი ვიცი რომ ბევრი გაქვთ ნასაუბრები დაიწყო მოსახლეობის იმ სეგმენტში რომელიც ტრადიციულად იყო ირანის ამ რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილი. ასე რომ ჩემი აზრით იმ შემთხვევაში თუ რეჟიმმა შეძლო საკუთარი პოზიციების შენარჩუნება ეს მოხდება მისი კიდევ უფრო დასუსტების ხარჯზე. მე ვთვლი რომ ამერიკის შეერთებული შტატები არავის ხამის პროგნოზირება არ შეუძლია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ჩათვლის ალბათ საჭიროდ რომ მისმა სამხედრო ოპერაციამ მიაღწია იმ ნიშნულს, როცა მას შეუძლია გამოვიდეს და გამოაცხადოს, რომ მისი სამხედრო ამოცანები და მიზნები შესრულებულია, სწორედ მაგიტო საუბრობენ ისინი სამხედრო მიზნებზე და ამოცანებზე და არა პოლიტიკურ მიზნებზე. რომელიც შეიძლება მე ისრაელმა გააგრძელოს უკვე პერიოდული წერტილოვანი დარტყმებით. ხო, იმიტომ რომ ირანის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე და გიორგი მამაზე ისაუბრა არის ის, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა არ არსებობს და ივნისის მერე ვნახეთ რომ ვერც აღადგინეს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ანუ წარმოუდგენელია რომ სამდენი დღე მიმდინარეობს ოპერაცია და პრაქტიკულად არც ერთი თვითმფრინავი არ არის ჩამოგდებული. ანუ საჰაერო თავდაცვის სისტემა პრაქტიკულად არ გააჩნია და ამის შემდგომ უკვე რეჟიმი რომელიც იქნება ომში დამარცხებული, რეჟიმს რომელსაც უკვე აქვს ძალიან მაღალი დელეგიტიმაციის ხარისხი, ამის შემდგომ უკვე შეიძლება გარკვეული დროის ვადის გასვლის შემდგომ მოხდეს უკვე შიგნით ისევ ერთი დიდი ტალღა შიდა პროტესტის, რასაც შეიძლება უკვე რეჟიმმა ვეღარ გაუძლოს. ანუ აი ეს არის ალბათ ის მოცემულობა, როგორც მე ვხედავ დღეს. ერთი რადაც უნდა ვთქვათ, აი რეჟიმი დარია და ძალიან ბევრი მართველი შეიძლება კლასიკური გაგებით არ შეცვლილა, მაგრამ უკვე ეს რეჟიმი ბევრად განსხვავებულია ვიდრე აქამდე იყო ერთი კვირის წინ. იმიტომ ხამენეი 1999 წლიდან იყო უზენაესი ლიდერი და საწყის ეტაპზე არ იყო ეგეთი გავლენიანი, მაგრამ მერე და მერე მან მოახერხა ის, რომ იქცა ეს პიროვნულ მმართველად, მთელი ძალაუფლება მისი იდგა, რა თქმა უნდა, გუშაქთა კორპუსზე და მე უკვე ხათაშორის ახლა გავლენიანი არ იყო თქვი, მაგრამ პოპულარული ფიგურა იყო, მანამდე პრეზიდენტი იყო და ერაყთან ომშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოკლედ რას ვამბობ, რომ ეს ერთი ადამიანი იყო ბევრი რაღაცის სიმბოლო და ავტორიტეტი და ბევრი რაღაც მასთან უკავშირდებოდა და ახლა ვინც დაჩნდნენ ქვეყნის რეალური მმართველობა, სამი ადამიანი შეიძლება გამოყო. ალი ლარიჯანი, რომელიც არის ყოფილი სპიკერი პარლამენტის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივანი, მას უკავშირდება მათ შორის ხვებთან ერთად ამ იანვრის აქციების სასტიკად ჩახშობა და დარბევა და სისხლის ჩახშობა. არა და რო შეხედავ გავს ევროპელი ინტელექტუალს. მეორე არის ღალიბაფი, რომელიც არის პარლამენტის სპიკერი და ასევე არის ძალიან რადიკალური ფრთის წარმომადგენელი ამ რეჟიმის, რომელიც ყოფილი გუშაქთა კორპუსის მაღალჩინოსანია და მესამე არის მისი შვილი მოჩთაბა ხამენეი, რომელიც არის მისი მემკვიდრე, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აძრეთ უგვიან გამოაცხადებენ, რომ ის აირჩიეს ახალ უზენაეს ლიდერად, რაც კომიკურია, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ხო რევოლუცია, იმიტომ მოაწყო ამ ხალხმა, რომ მემკვიდრეობითი მმართველობა და შაჰი და მონარქია არ უნდათ და მიიღეს ხამენეების მონარქია, ხო? მოჩთაბა გამორჩეული იმით არის, რომ 2009 წელს, როდესაც გაუყალბეს არჩევნები მუსავის და აჰმადინეჯადი მეორე ვადით მოიყვანეს, ითვლება, რომ ის იყო ორგანიზატორი იმ აქციების სისხლში ჩახშობის. რა თქმა უნდა, 2009-ში იმ ხელმძღვანელი არ ყოფილა, რაც ახლა იყო, მაგრამ მაშინაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ამ სამ ადამიანს აერთიანებს ერთი რაღაც. არცერთ არ გააჩნია სახალხო ლეგიტიმაცია და ახსნი რატო, ხო? რა მოჩთაბაზე ვიცით ის, რომ ძალიან დიდარია.
საერთაშორისო მედიაში ბევრ სტატიას შეხვდებით ამაზე, ვიცით ის რომ საჯაროობა მას არ უყვარს, მაგრამ მამამისის ადმინისტრაციაში გავლენიანი ფიგურა იყო, ის ირან-ერაყის ომში იბრძოდა მოხალისეთა ბატალიონში და ვისთან ერთადაც მაშინ იბრძოდა ის ხალხი, ახლა ყველა მაღალჩინოსნები არიან და მისი გავლენა და ავტორიტეტი დგას ორ რაღაცაზე. ერთი რომ მამამისის შვილია და მეორე რომ უშაქთა კორპუსის საყვარელი პიროვნებაა და დიდი ავტორიტეტია მათში. ეხლა ღალიბაბსა და ლარეჯანიზე ერთ რაღაცას ვიტყვი. ორივე იყვნენ წარსულში საპრეზიდენტო კანდიდატები სხვადასხვა დროს. ლარეჯანი 2005 წელს 6% აიღო არჩევნებზე, ღალიბაბმა ერთხელ 16 თუ 17% აიღო, მეორეჯერ 10% აიღო. არასდროს ისინი არ ყოფილან საზოგადოებისთვის რაღაც პოპულარული ფიგურები და აქ არჩევნებიც ხო ხა იქ როგორ ტარდება ხო როცა შენ არჩევნებზე გასვლის უფლებას გაძლევენ ეგ უკვე მიღწევა იმიტომ რომ იქ არის მეორეთა საბჭო რომელიც წინასწარ წყვეს საარჩევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატები ვინ უნდა იყვნენ ხო იმიტომ ყველა ლარეჯანი ბოლო შემთხვევაში დაუბლოკეს უკვე ვეღარ გახდა საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი ანუ ხელისუფლებას და რეჟიმს მართავენ ადამიანები, რომლებიც არიან ამ არაპოპულარული რეჟიმის ყველაზე არაპოპულარული წარმომადგენლები და ყველაზე კორუმპირებულიც ალბათ მათ შორის ესეც უნდა აღინიშნოს. ამიტომ ძალიან რთული იქნება ამ ომის გადატანის შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც თუ ეს სამი ადამიანი ცოცხალი მიაღწევს ამ ომის ბოლომდე მათ მოახერხონ ამ სტრუქტურების და რეჟიმის შენარჩუნება. ვერტიკალი კი მათ მხარეზე იქნება და რეპრესიული აპარატი მათ მხარეზე იქნება, მაგრამ ამ ხალხის ახალ ტალღას, რომელიც აუცილებლად გამოვა, თუ ომამდე $1 1,5 რეალი იყო, რამდენი იქნება ომის მერე, ვინ იცის იმ გრევის და ან ინფლაცია რამდენს მიაღწევს, როცა სხვადასხვა პროდუქტები 200 და 300%-ით გაძვირდა, ერთი პატარა რეფორმა გაატარეს, პრეფერენციული გაცვლითი კურსი შეცვალეს სხვადასხვა კორუფციის აღმოსახველად და რეალურად მაგიტო გააკეთეს ეგ რეფორმა და ამიტომ რაღაც ძალიან საბარაუდოა ის სცენარი, რომელზეც გეგა მილაპარაკა. ხო, ერთადერთი გიორგის ანუ აბსოლუტურად რა ფიგურებზეც ისაუბრე ვეთანხმები ანუ ვინც არიან რეალურად ვინც მართავს ახლა პროცესს უბრალოდ ეს ანუ ეს უკანასკნელ პერიოდში ამათი გავლენა ახლა არიზდება და ესენი არიან deep state ამ რეჟიმის ეს არის 20 წელი ეს ხალხი ხო ანუ ეს სამივე ეს ფიგურა და განსაკუთრებით დაუშვათ ლარეჯანის ყველა სამიზნეა ივნისის ომის მერე ყველა სამიზნეა წერტილოვანი დარტყმების ვინც კი მემკვიდრე იქნება ანუ უბრალოდ ერთადერთი და რაც არის რომ არა მხოლოდ ამ სამი ფიგურის მიღმაც ახლა იგივე არჩეული პრეზიდენტის რომელსაც შეიძლება ვიღაცას ჩათვალოს რომ რაღაცას დიდი საჯარო ან სახალხო ლეგიტიმაცია გავლენა არა აქვს ირანში ხო ანუ არანაირ ეს არ ითარგმნება მის გავლენაში უბრალოდ ვინც არ უნდა იყოს გინდა ლარეჯანი გინდა დაუშვათ ნებისმიერი მის ადგილას სხვა უფრო საჯაროდ პოპულარული ფიგურა ზოგადად ამ რეჟიმის ლეგიტიმაცია უკვე დიდი ხანია არის მილევად რეჟიმში და იანვარში ამან ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა თვლი რომ ეს სამხედრო კამპანია ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და აი აქ ერთი კომპონენტი მალხას თქვენ გკითხავთ ანუ ხა რო არის საუბარი რომ აი როგორ შეიძლება განვითარდეს სცენარები ხა მართალია ამერიკას დიდი ზეწოლა აქვს რომ დაამთავროს ეს ომი გარდა იმისა რომ შიგნით არაპოპულარულია მათ შორის რესპუბლიკელებს და მაგას გამოკითხვებშიც არაპოპულარობით სარგებლობს ზოგადად ომი და ამ დაპირებით მოვიდა ტრამპი რომ ომი აღარ იქნებოდა ესეთი ტიპის ომები მეორე ეკონომიკური ანუ ნავთობის ფასი ეს ყველაფერი ყველა ქვეყანას ეხება შუალედური არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპისთვის და ეს ზეწოლა არსებობს რომ ომიდან ამერიკა მალე გამოვიდეს და არის სცენარის რომ როგორც თქვათ ჰეზბოლას შემთხვევაში იქცეოდა ისრაელი ხო აი პერიოდულად შედის და გამარგლავს ამ სარეველას ხო ესა გადაპარსავს ანამდე ბოლომდე ყველაზე დაბალ დონემდე არ დაიყვანს და ასევე არის სცენარი გამოიყენონ ერაყელი ქურთები რომ ანუ სამოქალაქო ომის სცენარიც არის ხო აი ამაზე მინდა გკითხოთ აი ქურთების როგორც ამერიკელების მოკავშირეების როლზე ამ შემთხვევაში როგორც შეიძლება თუ არა ის გამოყენებული იყოს ამ რეჟიმის წინააღმდეგ რა ინფორმაციაც მოდის ჩვენამდე ეს სცენარი მუშავდება მეტის დარაზმულები არიან საკმაოდ გამოხმაურება აქვს ყოველ შემთხვევაში ერაყის ქურთების მხრიდან მაგრამ ნუ ყველამ კარგად იცის რა განვითარებები მოყვა
ამერიკულ ქურთულ თანამშრომლობას სირიაში, როდესაც ამერიკულმა ჯარმა დატოვა, ამდენად შემდგომი ნაბიჯი იქნება რთული, მიატოვა თუ რაღაც ლიმიტირებული შემადგენლობა მაინც დარჩა სირიაში და ესე ვთქვათ განეტრალებული იქნა, თუმცა ბუნებრივია ამას გააჩნია სხვა ანუ მარტო ქურთული მიმართულება ალბათ ნაკლებად სავარაუდოა რომ გამვითარდეს. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თქვენი მსმენელებისთვის ზოგადი გლობალური შეჯამება. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად დეკლარირებული America First მიდგომისა, ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ აქტიური არის საგარეო ასპარეზზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ის ანტიდასავლური ბლოკი რაც დაუშვათ იგივე ბრიქსში გამოიხატებოდა ან სხვა ორგანიზაციებში, რომელიც ანტიამერიკულ განწყობებს აღუევდა, მათ შორის Middle East-ში, ანუ ახლო აღმოსავლეთში, ფაქტიურად მოშლილია, იმიტომ რომ ირანი იყო ერთ-ერთი მძლავრი ძალა, რომელიც ამის შემადგენლობაში არის. ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი პროვოკაციული ქმედებებისა და სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდების იქით ვეღარ მიდის, ჩინეთიც საკმაოდ ძდუმს და ელოდება ტრამპის ვიზის თავის ქვეყანაში. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მთლიანობაში რეფოკუსირებას ახდენს თავისი რესურსის წყნარი ოკეანისა და ინდოეთის მიმართულებით. აქ ხდება უფრო აქტიური ბრძოლა მიდის რესურსებზე, აქ შეიძლება ხშირ შემთხვევაში უხეშად ეს იქნება მინერალები, ნავთობი თუ გაზი, ამას მნიშვნელობა არ აქვს და მე ვხედავ, რომ ეს არის მომავალი ამ ვითარებაში აუცილებელი არის მცირე ქვეყანამ სწორად აირჩიოს თავის მიმართულება საგარეო პოლიტიკის განვითარების და არ მოხდეს იზოლაციაში, რათა არ მოყვეს იმ კრევაში, რასაც ყველა ამ პროცესს მოყვება. სწორედ ამიტომ აი ამით დავასრულებ, ფაქტი არის, რომ ანტიამერიკული განწყობები მათ შორის შუა აღმოსავლეთში საკმაოდ შერყეული არის და ეს პროცესები ალბათ გაგრძელდება. ასევე და ქართული ოცნების ანტიამერიკული განწყობები ამ ფონზე კიდევ უფრო სასაცილოა. და ასევე ფაქტი არის, რომ საგარეო პოლიტიკა კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მალხაზ მიქელაძე, გეგამ გალობლიშვილი, გიორგი ლოლაძე იყვნენ ჩვენთან ერთად. მოკლედ, ყველაზე რთული თემის, დიდი ომის ყველაზე კომპეტენტური ანალიზი და პროფესიონალური ანალიზი და რაც თავარია გასაგებად, იმიტომ რომ მე მგონი დღეს რაღაც საერთო სურათის კონტურები დავხატეთ ამ ძალიან რთული თემის და გასაგებად ავხსენით მეტნაკლებად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და ჩვენ რა საფრთხის ქვეშ ვართ როგორც რეგიონი. ძალიან საინტერესო იყო მართლა თქვენი მოსმენა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც. ამით გემშვიდობებით, შაბათამდე დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ჩვენ პოდკასტების დალაიქება და რასაკვირველია კომენტარების დატოვებაც.